გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. როგორც ვიცით, გამოვიდა Nano Banana Pro, რომელიც არის ნამდვილად რევოლუცია AI გამოსახულებების გენერაციაში და დღეს განვიხილოთ ყველაზე პრაქტიკული მაგალითები თავისი პრომპტებით. სანამ ამ პრაქტიკულ ნაწილზე გადავალთ, მოდით მიმოვიხილოთ, რა სიახლეები გვაქვს Nano Banana Pro-ში. როგორც საზოგადოების ნაწილი პლატფორმა X-სა და Reddit-ზე განიხილავენ, ეს არის ნამდვილად წერტილი, სადაც AI სურათი და ნამდვილი ფოტო უბრალოდ აღარ განსხვავდება ერთმანეთისგან. ის სამი პუნქტი კი ხდის Nano Banana-ს საუკეთესოს და ესენია: უპრეცედენტო კონტროლი და კრეატიულობა, ფაქტობრივი სიზუსტე და ინტეგრაცია, ფოტორეალიზმის ახალი ზღვარი. ამბობენ, რომ ისტორიულად საუკეთესო ხარისხის რენდერინგი აქვს Nano Banana Pro-ს და სჯობნის თავის ძალიან ძლიერ კონკურენტებს. ასევე ამბობენ, რომ საუკეთესო პერსონაჟების შექმნა და რაც მთავარია, შენარჩუნება შეუძლია Nano Banana Pro-ს. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ ფასიან და უფასო ვერსიებს შორის არის სხვაობა ის, რომ ფასიან ვერსიას აქვს ულიმიტოდ ფოტოგენერირების საშუალება, ხოლო უფასო ვერსიას დაახლოებით 10 ფოტოს გენერირების საშუალება აქვს. ასევე რევოლუციური ცვლილება არის ის, რომ 14 რეფერენსის ერთ გამოსახულებად ქცევა შეუძლია. ანუ შესაძლებლობა ერთდროულად გამოიყენო და თანმიმდევრულად შეურიო 14-მდე სხვადასხვა ობიექტი, სახე ან სტილი ერთ სურათში. წინა მოდელების ლიმიტი 5-6 რეფერენსი იყო. ასევე Reddit-ის მომხმარებლები ამბობენ, რომ კომიქსების და მანგას გვერდების შექმნა და გაფერადება სრულიად ახალ დონეზე ყავს აყვანილი Nano Banana Pro-ს. ერთ-ერთი სიგიჟე ალბათ ეს არის, რომ ჩვენს მიერ დახატულ ესკიზს დეტალიზებულ გამოსახულებად აქცევს, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. აი აქ იკარგება სწორედ ზღვარი რეალობასა და გენერაციებს შორის. ძველი ფოტოების სტილის იმდენად რეალისტური გენერაცია შეუძლია, რომ ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ასე ვთქვათ, ხარისხს ფასიც აქვს. Nano Banana Pro უფრო ნელი და ძვირია წინა ვერსიებთან შედარებით, თუმცა შედეგის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ საზოგადოების შეფასებით ის სრულად ამართლებს ინვესტიციას. ეს არის ჩამონათვალი, თუსაც შეგვიძლია, რომ Nano Banana გამოვცადოთ, ალბათ ღირს მონიშნად. ახლა კი მე მგონი დროა ვნახოთ მოქმედებაში Nano Banana და ამ ტუტორიალში გვპირდებით, რომ რეალურად გამოვცდით ყველა ამ შესაძლებლობას. თქვენ კი არ დაგაუწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დავიწყოთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მხარდამჭერი არის ქართული AI სტარტაპი DeepFrank AI. გვაქვს ფოტო და გვინდა განსხვავებული ვიზუალი მივცეთ მას. დაგჭირდება ეკრანზე გამოტანილი პრომპტი. იგივე შეგვიძლია Pixar-ის ან ანიმე სტილზეც. თქვენზეა უკვე დამოკიდებული, განსაკუთრებით უხარიათ ხოლმე ბავშვებს ამ ვიზუალის ფოტოების ქონა. არა მხოლოდ ბავშვებს, ჩვენთვისაც საკმაოდ მომხიბვლელია ჩვენი Instagram feed-ის მრავალფეროვნება და განსხვავებული სახის ფოტოების გენერირება. დასკრინეთ ეკრანზე ასახული პრომპტი და ცადეთ თქვენ ფოტოებზეც იგივე. მესამე პრომპტი გვაქვს განსხვავებული იმ კუთხით, რომ შეუძლია მულტფილმის ან ფილმის გმირები გააერთიანოს და თუ აქ თქვენს ფოტოსაც ჩაამატებთ, თქვენც აღმოჩნდებით თქვენთვის საყვარელ ფილმში თუ მულტფილმში. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ფოტოს უკანა ვიზუალი ზუსტად შეესაბამება ანიმაციის ვიზუალს. ის უკვე იმის დამსახურებაა, რომ ახალი Nano Banana არა მხოლოდ აერთიანებს ფოტოს, ის ფიქრობს და იძიებს ინფორმაციას. ამის შედეგია, რომ ლუის სახლში გააერთიანა პერსონაჟები და არა რენდომ ვიზუალის მქონე გარემოში. აქ უკვე საქმე ეხება სარესტორნო ბიზნესს. ერთი პრომპტის საშუალებით შეიქმნა ეს ფოტო თავისი მენიუთი და განფასებით. პრომპტში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენთვის სასურველი მენიუს ინფორმაცია. მეხუთე პრომპტი უკვე ეხება არქიტექტურას. საჩვენებლად ავიღოთ მშვიდობის ხიდი და როგორც ხედავთ, არა მხოლოდ იცნო ადგილმდებარეობა ამ ერთი ფოტოთი, არამედ ქართულ ენაზე დეტალური განხილვა გაგვიკეთა მთელი კონსტრუქციის და ასევე გვაჩვენა ყველა შესაძლო ხედი ნახაზით. აი აქ კიდევ უფრო საინტერესო რამ ხდება. დააკვირდით საწყის ფოტოს, ბიჭის ის ჩვეულებრივად დახრილი ხელებით და სახით კამერაში. არ დგას არანაირი ავეჯი და მცენარეები, მაგრამ აქვს ინსტრუქცია ფოტოზე დატანილი, რა გვინდა იყოს საბოლოო ფოტოზე. მცენარე, კარა და ბიჭს ხელში ეკავოს გიტარა და იყურებოდეს გიტარისკენ. პრომპტში ვუთითებთ, რომ ეს ინსტრუქცია წაშალოს და რეალობად აქციოს. ახლა შეხედეთ საბოლოო ფოტოს. იდეალურად შეასრულა ჩვენი მითითებები. ძალიან ბუნებრივად დადგა ავეჯი და მცენარეები და ბიჭის პოზა ისე შეცვალა, არანაირი სახეცრულება არ დატყობია. ნუ საოცარი შედეგი აქვს. მით უმეტეს ძალიან მარტივი პრომპტით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. დასკრინეთ აუცილებლად გამოგადგებათ.
რაც შეეხება რენდერებს. მხოლოდ თქვენი სახლის ნახაზის და ამ უმარტივესი პრომპტის ქონა არის საჭირო. ეს გამოგადგებათ განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. პრომპტის ოდნავ სახეცვლილებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ უფრო დახვეწილი ვიზუალი მიიღოთ. როგორც ხედავთ, ნანო-ბანანას შეუძლია ნივთის დაშლა მარტივ მომრავლებად და ეს ეხება რა თქმა უნდა საკვებსაც და აკეთებს ძალიან სუფთად. ასევე გასაოცარი ცვლილებაა, როცა შეგვიძლია უბრალოდ ჩვენთვის სასურველი ობიექტის ფოტო მივცეთ და Gemini-ის ახალი ფუნქციით, რაც ნიშნავს გენერირებამდე ინფორმაციის გაანალიზებას, განიხილოს ობიექტი ისტორიულ ჭრილში და მოგცეს ასეთი ვიზუალი. ჩვენთვის სასურველ ენაზე, ამ შემთხვევაში კი ქართულად. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი შესაძლებლობაა ეკრანზე, როცა ნანო-ბანანას უტვირთავთ ჩვენს ფოტოს, თუ რამდენიმე საუტვირთავთ კიდევ უფრო უკეთესი და გვიჩვენებს ჩვენს თავს სხვადასხვა ასაკში. აუცილებლად დასკრინეთ პრომპტი. ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა ვნახოთ საკუთარი თავი განსხვავებულ ასაკში. თუ არ მოგწონს ხედი, რომელიც ჩვენი წვალებით გადაღებულ ფოტოზეა ასახული, რა პრობლემაა? დაამატეთ მზის სხივები, დაამატეთ საღამოს ნათება, ან რაც გნებავთ ის. დაიმახსოვრეთ პრომპტი და ჩაასწორეთ თქვენთვის სასურველი ვიზუალის აღწერით. და დღეისათვის ბოლო. ეს არის სახის გაწმენდა აკნეს ან სხვა ნებისმიერი ჩვენთვის არასასურველი რამისგან. დააკვირდით მეგობრებო, ზუსტად იმავე სახის ვიზუალს ტოვებს. უბრალოდ წმენდს განს. ეს მართლაც დიდი განახლება, რადგან ხშირად ვწუხდით იმაზე, რომ სახეებს ცვლიდა გენერირების შემდეგ. ახლა კი ეს პრობლემა გადაჭრილია. სულ ეს იყო მეგობრებო, დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის და რა თქმა უნდა გაგვეხარდებათ თუ თქვენგან წამოვა უკავშირი, არ დაგაუწყდეთ ჩვენი გვერდის გამოწერა ყველა პლატფორმაზე, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია.